ზღაპარი ბავშვს კი არ ატყუებს, რომ დრაკონები არსებობენ. ის მას ასწავლის, რომ დრაკონების დამარცხება შესაძლებელია. ეს სიტყვები ეკუთვნის ბრუნო ბეტელჰაიმს, ფსიქოანალიტიკოსს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს საკმაო ხანი გაატარა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში, დახაუში, ბუხენვალდში და სწორედ იქ იმ გაუსაძლის პირობებში, მანიც ის არ იყოს, ის ინარჩუნებდა სიცოცხლისადმი ინტერესს და მაშინ გამოიტანა დასკვნა, რომ ადამიანის ფსიქიკური გამძლეობა, მისი ამტანობა ტრამვებისა და სირთულეებისადმი ეყრდნობა მის შინაგან სამყაროს და კერძოდ სიმბოლოებს, რომლებიც არსებობენ მის ფსიქიკაში. ბეტელჰაიმი თავის წიგნში ზღაპრების ჯადოსნური სამყარო, ანუ როგორც გერმანულად ქვია ამ წიგნს, ბავშვებს სჭირდებათ ზღაპრები, ამტკიცებს, რომ ზღაპარი არის ბავშვისთვის ცხოვრებაში ერთგვარი ეგზისტენციალური გზამკვლევი. დღეს ბევრი მშობელი ცდილობს, რომ ბავშვი გაზარდოს იდეალურ, აი სტერილურ გარემოში, არ მოასმენინოს ზღაპრები კაციჭამია დევებზე, ურჩხულებზე, სისხლებზე, მშობლების გარდაცვალებაზე. მას გონია, რომ ბავშვი ასე გაიზრდება უფრო მშვიდი, მაგრამ ეს არის ერთგვარი ჰიპერმზრუნველობის ხაფანგი. ზღაპრის სიმკაცრე ტრამვა არ არის. ის არის ფსიქოლოგიური იმუნიტეტი. ვაქცინასავითაა შეგვყავს უსაფრთხო გარემოში მცირე დოზა, რომ ფსიქიკამ გამოიმუშაოს ანტისხეულები. თუ ბავშვს ამას თავიდანვე უსაფრთხო გარემოში არ ვასწავლით, რომ სამყაროში არსებობს ბოროტება, სიკვდილი, დაბრკოლებები, ის ცხოვრებაში, ნამდვილ ცხოვრებაში პირველივე წინააღმდეგობის შემთხვევაში დაიმსხვრევა. ფოთაშორის ეს ნებისმიერ ასაკში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ცხოვრებისეული დრაკონები ან ჩვენს მიერ გადაატანილი ტრამვები ამაო არ არის, თუ მას მიყავართ ტრანსფორმაციამდე, რასაკვირველია პოზიტიურ ტრანსფორმაციამდე, თუ ჩვენ არ გაგვაბოროტებს, შეგვაძულებს სამყაროს, ჩაგვაქნევინებს ცხოვრებაზე ხელს, ამ შემთხვევაში ტრანსფორმაცია რასაკვირველია სასარგებლოა და უნდა გვახსოვდეს, რომ ტრანსფორმაცია ნებისმიერ დროს არის ჩვენს ხელთ დავაფასოთ ძველი გზა და განვაგრძოთ ჩვენთვის სასურველი ახალი ტრანსფორმაცია ნებისმიერ ასაკში და სიტუაციაში. აქედან აუცილებლად მივალთ ისევ იმ მთავარ კითხვამდე, თუ როგორ ვესაუბრებით საკუთარ თავს, მაშინ, როდესაც გვიდგა ცხოვრებაში რთული პერიოდი, ძნელი დროება, ასე ვთქვათ. შინაგანი დიალოგი ხშირად არის ხოლმე სავსე ძალიან კრიტიკით და მიუღებლობით საკუთარი თავის. თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება ხოლმე? ახლა აქ მახსენდება ლიუკ ბესონის არაჩვეულებრივი ფილმი ანგელ ა. თუ არ გაქვთ ნანახი, რა ვიცი, ჩემი რჩევა იქნება, რომ უყუროთ. მთავარ როლს ასრულებს ჟამელ დებიუზი, ჩემი საყვარელი მსახიობია, ნებისმიერ სისულელე შემიძლია ბოლომდე ვუყურო ამ მსახიობის დანახვისთანავე. მოკლედ, ანგელ ა, ანუ ანგელოზი აიძულებს, მოსთხოვს ანდრეს, რომ დადგეს სარკის წინ, შეხედოს საკუთარ თავს თვალებში და უთხრას, მე შენ მიყვარხარ. და ანდრეს პერსონაჟისთვის, რომელსაც სწორედ ჟამელ დებიუზი ასრულებს, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, მტკივნეულია ცრემლებამდე, მას ურჩევნია სცემონ, დაამცირონ, ოღონდ არ გააკეთოს ეს, რომ საკუთარ თავს რაღაცნაირად აუხსნა სიყვარული. იმიტომ, რომ სიცოცხლისადმი ნათქვამი დიახ, ეს ნიშნავს არა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებას, არამედ ერთგვარად საკუთარ ღირსებაზეც. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედაც, რომ საკუთარ თავს გამუდმებით უთხრათ, მე შენს მხარეს ვარ. მაგრამ აქ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავარდეთ მეორე უკიდურესობაში, რომ მე შენს მხარეს ვარ, ნიშნავს, რომ გარშემო ყველანი ვალდებულები ხართ, რომ თქვენც ჩემს მხარეს იყოთ და სამყარო ბრუნავს ჩემს გარშემო. ეს დისბალანსია. ნამდვილი სიყვარული ყოველთვის არის ძალიან მშვიდი, ძალიან სტაბილური და ძალიან ბუნებრივი. ნუ იმაზე უკვე ვისაუბრეთ, რომ ვარდების აბაზანა არ შველის, აქ ჩახტომა რომ შველოდეს საქმეს, ყველანი გავიქცეოდით, ჩავხტებოდით, გვეშველებოდა, მაგრამ ასე არ არის. ეს მხოლოდ გარეგანი ატრიბუტია, ასე რომ ვერც გარეგნული ამპარტავნება და მოთხოვნა გარე სამყაროსგან, რომ ჩვენ ხელის გულზე გვატაროს ყველამ და ყველაფერმა, საკუთარი თავის სიყვარულს ჩვენ ვერ მოგგვრის. როცა ადამიანი იწყებს საკუთარი თავის მიღებას, მას უჩნდება შინაგანი თავისუფლება, რომელიც აძლევს мотивაციას ნამდვილი შემოქმედებისთვის. ადამიანი აღარ მოქმედებს შიშის გამო, ან რაღაც გარეგანი იძულების და ბიძგების გამო, ის მოქმედებს ინტერესით, ცნობის მოყვარეობით, შინაგანი სიყვარულის, სისავსის და სიუხვის განცდით. საკუთარი თავის სიყვარული არ არის ნამდვილად ზედაპირული თემა, ეს არის ფსიქოლოგიური საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის მთელს ცხოვრებას. როცა ეს საფუძველი არსებობს, ადამიანი აღარ ებრძვის საკუთარ თავს. ის იწყებს მოძრაობას, განვითარებას და აი ამ დინამიკაში იბადება ნამდვილი წარმატება, როგორც შინაგანი მდგომარეობის ბუნებრივი გამოხატულება და არა გარე სამყაროს მოთხოვნა. ანუ
წარმატება არის არა მიზანი, არა გარეგანი შედეგი, არამედ შინაგანი მდგომარეობის ასახვა, ასეთ. იმიტომ რომ სხეული და ფსიქიკა, ისევე როგორც გარე სამყარო, ვირტუალური და რეალური, არ წარმოადგენს სხვადასხვა განზომილებას, ეს არის ერთი მთლიანის ნაწილები. როდესაც რაღაცას ვცვლით ერთგან, აუცილებლად იცვლება მეორეგან. თუ თქვენ რაღაცას შეცვლით თქვენს ფსიქიკაში, ეს დროთა განმავლობაში აუცილებლად აისახება თქვენს გარეგნობაზეც. ასე რომ, ნუ მოაკლებთ საკუთარ თავს დღეში იმ 5 წუთს მაინც, როდესაც მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნით, საკუთარ გულს უსმენთ და ფიქრობთ საკუთარი თავის სიყვარულზე, სიყვარულით უცქერთ საკუთარ თავს სარკეში და ეუბნებით, მე შენ მიყვარხარ, მე შენს მხარეს ვარ. ნუ იჭირვეულებთ. გამოიწერეთ ფიქრების ლაბორატორია, კომენტარებში დამიწერეთ, რას ნიშნავს თქვენთვის საკუთარი თავის სიყვარული, როგორ გამოიხატება, ან როგორ გრძნობთ ხოლმე მას. განვაგრძოთ შემდეგ ეპიზოდში. საუბარი ამ და სხვა მსგავს საინტერესო თემებზე. დროებით.